ნატა 4 თვეზე მეტი გავიდა, რაც გურიაში დამანგრეველი სტიქია მოხდა. სამწუხაროდ ამ სტიქია 3 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა და ასობით ოჯახი დაზარალდა, რომლებიც როგორც ირკვევა ამ დრომდე არიან დახმარების მოლოდინში. ჯერჯერობით ამ დრომდე მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 22 მარტს გამოიყო 2,5 მილიონი ლარი, ადამიანებს დახმარება არ მიუღიათ. არის საცხოვრებელი კორპუსები, რომლის სახურავები ამ დრომდე ეგრეთ წოდებული ბრიზენტით სახელდახელოდ არის გადახურული. ადამიანების სიცოცხლის რისკის ფასად ათევენ სახლებში ღამეს. არასრულწლოვანი ბავშვები, მოხუცებულები, მარტოხელები, სოციალურად დაუცველები ყველანი ამბობენ, რომ მიუხედავად დაპირებისა მათთან არანაირი დახმარება არ მისულა და ეს იმ ფონზე, როგორც გითხარით, 2,5 მილიონი გამოიყო სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის და უფრო მეტიც. სწორედ ამ პერიოდში მარტის ბოლოს ადამიანები, რომლებიც დარჩენ დახმარების გარეშე, იმათ ნაცვლად დახმარებად უпростоრად პრემიები მიიღეს საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა. 9 მილიონ ლარზე მეტი გურიაში პრემია დანამატები გაიცა საჯარო მოხელებზე, აი ამ შენობაში ლანცხვსა და ჩოხატაურში დასაქმებულ საჯარო მოხელებზე იმისთვის, რომ კარგად იმუშავეს სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს. თუმცა როგორ მოხდა ლიკვიდაცია და როგორ აღმოფხვრეს ეს პრობლემები, აი ეს ჩვენმა მაყურებელმა უკვე ნახა, თუმცა ეს არის ერთი კონკრეტული შემთხვევა და შემიძლია დაზუსტებით გითხრა, რომ ასეულობით ესეთი შემთხვევაა გურიაში. გურიის გუბერნატორი, გიორგი ღურჯუმელიძე, რომელიც სტიქიის დროს ოზურგეთის ვიცემერი იყო, ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ადამიანებს აუცილებლად დაეხმარებიან, თუმცა როდის ამ კითხვაზე პასუხი ღურჯუმელიძეს არ აქვს. ადამიანებს ამ დრომდე არ აქვთ დახმარება აღებული, მიუხედავად იმისა, რომ თანხაც გამოიყო და მიუხედავად იმისა, რომ პრემიებიც კი აიღეს ჩინოსნებმა. ჩინოსნებმა დარწმუნებული ხარ? მერიაში არ დაგირიგებიათ პრემიები? დარწმუნებული ხარ თუ მაღალ ჩინოსნებს დაურიგეთ? პრემიები ხო დაარიგეთ? არა, რაც შეეხება სტიქიას, არც ერთი ადამიანი, ვისაც ამის საჭიროება, უყურადღებოდ არ დარჩება. არ დარჩება თუ არ დარჩენილა, ბატონო გიორგი? არ დარჩება. ადამიანები რო სიცოცხლის საფრთხის ქვეშ არიან, წვიმაში რო ათევენ ღამეს, სახურავები რო კორპუსებს გადახდილი და ისე წვიმს როგორც გარეთ, ამაზე რა სიტყვით? ადამიანის ვისაც რამე საჭიროება ქონდა, მაქსიმალურად ყურადღება მიეცა და ასე მომავალშად დარჩებიან ყურადღებით. აი თქვენ სადაც ცხოვრობთ, იქიდან რამდენიმე კილომეტრში ადამიანები გაუსაძლის მდგომარეობაში როა, ლაითურში გააქვთ ინფორმაცია? ჩემი ძალიან კარგად იცით თქვენ ჩემი შესაძლებლობები და ჩემი ყურადღების ამბავი. 4 თვეა სტიქიიდან გასული და ადამიანები ღამეს ვერ ათევენ სახლებს. ეს ისეთ საუბარი, რომელიც საერთოდ აზრს მოკლებული. აზრს არის მოკლებული ადამიანებს სიცოცხლე საფრთხე ემუქრება? ყურადღებისთვის და ჩემ პასუხი გაგეცით. საფრთხე რო ემუქრება ადამიანებს და სტიქიიდან 4 თვის შემდეგ პრემიები რო დარიგებულია. ბუნებრივია ამ თემას გამოხმაურება მოყვა ოპოზიციაში, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ ქართულ ოცნებაში კორუფციის ძალიან მაღალი ნიშნულია და ნაცვლად იმისა, რომ დაეხმარონ სტიქით დაზარალებულ ადამიანებს, მხოლოდ საკუთარი გამდიდრებით არიან დაკავებულები. მაშინ, როდესაც უკვე 4 თვე გავიდა, რაც სტიქით დაზარალებულ ადამიანებს არ ეხმარებიან და ამ ასობაში სიმწვრით ნაშრომი მათ უნადგურდებათ, რაც მეტი დრო გადის. ამ დროს ოზურგეთის თბილისელი მერი, რომელიც არის ქურდი, მომპარავი და კორუმპირებული, მასთან მისულ მცირეწლოვანი შვილების დედას ეუბნება, რომ თურმე დასახმარებელი კიდევ ბევრია და ვერ დაეხმარება. კი ბატონო ავთო, დასახმარებელი ნამდვილად ბევრია და თქვენ რო არიპარავდეთ და თქვენი კოლეგები ამ ხალხის ფულს, ამ ადამიანებს ნამდვილად ეშველებოდა. ადამიანებს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით თავზე აწვიმთ და არაფერს არ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავებს პრემიები დაურიცხეს და უკვე ასე იგი მეოთხე თვე დაიწყო სტიქიდან და ძალიან ბევრი დრო ქონდა ხელისუფლებას იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ თითი არ დაუდიათ იმისთვის, რომ ადამიანების პრობლემა გადაიჭრათ. ალბათ ისინი ელოდებიან არჩევნების მოახლოებას, იმისთვის, რომ შემდეგ უთხრან, აი არჩევნები მოდის და თუ თქვენ ხმას მომცემთ, აუცილებლად რაღაცა პრობლემას მოგიგვარებს. ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, ხალხის გაჭირვებას კი საკუთარი ასე ვთქვათ არჩევნებისთვის, იმ არჩევნებისთვის გამოიყენოს, რომელსაც არავინ არ ცნობს და არავინ არ აღიარებს.
აინატა ეს არის ვითარება ასობით ოჯახი როგორც გითხარით, რომლებიც 4 თვის წინ დაზარალდნენ, ამ დრომდე დახმარების მოლოდინში არიან, ადამიანების უმრავლესობა სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, ხელისუფლება კი ვერ გვეუბნება, როდის მოხდება ამ ადამიანების დახმარება, მაშინ როდესაც მილიონობით ლარი უკვე გამოყოფილია სიკის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის და საჯარო მოხელეს პრემია დანამატებიც აღებული აქვთ. პირველების ეთერში ნატო გოგელია საუბრობდა